მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანისა და SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის გადაწყვეტილებით კომპანიის მიერ შექმნილი სატელიტური ინტერნეტის Starlink-ის სერვისის მიღებას პროტესტის მიმდინარეობის პერიოდში ირანის მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ. როგორც მიმდინარე დემონსტრაციების მხარდამჭერი ამერიკული არასამთავრობო ჯგუფი AHR აცხადებს, სერვისზე წვდომა უკვე აქვს შესაბამისი მიმღებების მქონე ადგილობრივებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საკომუნიკაციო ბლოკადის მიუხედავად მსოფლიოსთვის ინფორმაციის მიწოდებას ახერხებენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საერთაშორისო მედიაში გავრცელებული თითქმის ყველა ფოტო-ვიდეო მასალა თუ ინფორმაცია, რომელიც საპროტესტო გამოსვლების მასშტაბს ასახავს და მომიტინგეების განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას ადასტურებს, სწორედ ამ გზით გახდა ხელმისაწვდომი. დიდი ბრიტანეთის მედიამ არეგულირებელმა Ofcom-მა ილონ მასკის კომპანია X-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, როგორც ირკვევა, საქმე ეხება სოციალურ მედიაში ჩაშენებულ Grok-ის AI ასისტენტს, რომელსაც ბოლო კვირებში მომხმარებლები ინტიმური სურათების შექმნისთვის იყენებდნენ. როგორც ბრიტანულ სახელმწიფო რეგულატორში აცხადებენ, კომპანიამ დაარღვია ბრიტანეთში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც X-ის მსგავს საჯარო პლატფორმებზე არალეგალური კონტენტის განთავსებას კრძალავს. მარეგულირებლის გამოძიების პარალელურად დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მუშაობა დაიწყო ისეთი რეგულაციების შემოღებაზე, რომლებიც სოციალურ გვერდებზე ისეთი ეგრეთ წოდებული deepfake-ების ატვირთვას კრძალავს, რომელშიც ადამიანების ინტიმური გამოსახულება ჩანს. სახელმწიფო რეგულატორში მიიჩნევენ, რომ ილონ მასკის კომპანიამ კანონმდებლობა დაარღვია, როცა მის სოციალური მედიის პლატფორმაზე ისეთი AI chatbot-ის გამოყენება დაუშვა, რომელიც არასრულწლოვნებისა თუ ზრდასრული ადამიანების ინტიმური სურათების გენერირებას არ ზღუდავს. შეგახსენებთ, თავად Grok-ის AI ასისტენტსაც ილონ მასკის კომპანია XAI ავითარებს. თუ მარეგულირებელი დაადგენს, რომ X-მა ადგილობრივი კანონმდებლობა დაარღვია, სოციალური მედიის პლატფორმას არა მარტო მსხვილი ფინანსური ჯარიმები, არამედ ქვეყნის მასშტაბით დაბლოკვაც ემუქრება. მარეგულირებლის მიერ დაწყებულ გამოძიებას და Grok-ის გარშემო ატეხილ სკანდალს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უკვე გამოეხმაურა. მან AI ასისტენტის მიერ აკრძალული მასალების გენერირებას დაუშვებელი და ამორალური უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება დამატებით ზომებს მიიღებს, რათა მოქალაქეები მსგავსი რისკებისგან დაიცვას. კორპორაციული პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტის Ignite Tech-ის გენერალურმა დირექტორმა ერიკ ვონმა კომპანიის თანამშრომლების თითქმის 80% სამსახურიდან გაათავისუფლა. ვონის განმარტებით 2 წლის წინ მასობრივი დათხოვნის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ პერსონალმა უარი თქვა ხელოვნური ინტელექტის საკმარისად სწრაფად ათვისებასა და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში მის დანერგვაზე. აღმასრულებელი დირექტორის თქმით, თანამედროვე ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად AI-ის გამოყენება არა არჩევანი, არამედ აუცილებლობაა, რასაც გუნდის დიდი ნაწილი სათანადო სერიოზულობით არ მიუდგა. ამ სკანდალური გადაწყვეტილებიდან 2 წლის შემდეგ ერიკ ვონი აცხადებს, რომ დღევანდელი გადასახედიდან ის ისევ იმავეს გააკეთებდა და არ ნანობს გადადგმულ ნაბიჯს. მისი მტკიცებით, კომპანია, რომელიც ახლა გაცილებით მცირე, მაგრამ AI-ზე ორიენტირებული გუნდით ოპერირებს, ბევრად უფრო ეფექტური და პროდუქტიულია. ამერიკული ტექნოლოგიური სექტორის გიგანტი მეტა ვირტუალური რეალობის მიმართულებაზე მომუშავე თანამშრომლების 10% დაითხოვს. საუბარია დეპარტამენტზე, რომელიც არა მარტო ეგრეთ წოდებული მეტავერსის პროდუქტებზე, არამედ VR და ჭკვიან სათვალეებზე მუშაობს. კომპანია სამ მიმართულებით ამჟამად 15,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ეს ის სექტორია, რომლის განვითარებაზეც კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა 2020 წლიდან დღემდე 60 მილიარდზე მეტი ჩადო, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგის მიღება ვერ შეძლო. მართალია, ვირტუალური რეალობისა და ჭკვიანი სათვალეების გაყიდვამ კომპანიას დიდი აღიარება და შემოსავალიც მოუტანა, თუმცა ცუკერბერგის თავდაპირველი გათვლა უბრალოდ სათვალეების წარმოება, არამედ მომხმარებლების მეტას ვირტუალური სამყაროთი აქტიურად დაინტერესება იყო. ამ პროექტმა მოლოდინები ვერ გაამართლა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ მეტას ვირტუალური მიმართულების Reality Lab-ის ხელმძღვანელი ენდრიუ ბოსვორთი თანამშრომლებთან ოთხშაბათს მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს და დეპარტამენტში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს გააცნობს. სავარაუდოა, რომ კომპანია ეგრეთ წოდებული მეტავერსის განვითარებიდან მეტ აქცენტს ჭკვიან სათვალეებზე გადაიტანს. ამ კუთხით კომპანია აქტიურად მუშაობს და წელს ახალი პროდუქტების წარდგენასაც გეგმავს. წამყვანმა ამერიკულმა ტექნოლოგიურა სტარტაპმა OpenAI და საფინანსო ინდუსტრიის გიგანტმა SoftBank-მა დაანონსებს, რომ განახლებადი ენერგიის კომპანია SB Energy-ში $500 მილიონ ჩადებენ, რათა ახალი მონაცემთა ცენტრის აგება მოხერხდეს. როგორც ინვესტორი კომპანიები აცხადებენ, SB Group-ი 1.2 გიგავატის სიმძლავრის მონაცემთა ცენტრს ტეხასის შტატში ააგებს და ის მთლიანად OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელის ChatGPT-ის განვითარებას მოხმარდება. როგორც ირკვევა, AI დატა ცენტრის მშენებლობა წელსვე დასრულდება, ის 2026 წლის ბოლომდე ამუშავდება. აღნიშნული ობიექტი 500 მილიარდიანი Stargate-ის პროექტის ნაწილია, რომელიც მიზნად AI ინდუსტრიაში ამერიკის დომინაციის გამტკიცებას ისახავს. შეგახსენებთ, ამავე ინიციატივაში ისეთი მსხვილი კომპანიები არიან ჩართული, როგორიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის ლარი ელისონის კომპანია Oracle-ია.
ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ 25%-იანი ტარიფები დაუწესოს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ირანთან ვაჭრობს, სერიოზულ რისკს უქმნის იმ ერთწლიან სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გასული წლის ბოლოს გაფორმდა. შეგახსენებთ, ჩინეთი ირანული ნავთობის უმსხვილესი შემწყიდველია და ამ გზით რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. როგორც Bloomberg წერს, ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო შტატების ლიდერის პეკინში დაგეგმილი ვიზიტი შეიძლება ჩაიშალოს. საუბარია ორი ქვეყნის პრეზიდენტების აპრილში ჩანიშნულ შეხვედრაზე, რომლის დროსაც მხარეებმა ტარიფების კიდევ უფრო დაწევაზე უნდა იმსჯელონ. ტრამპის განცხადებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე გამოეხმაურნენ. როგორც ოფიციალური პეკინი აცხადებს, ტრამპის გადაწყვეტილება სარისკო და არაპროდუქტიულია და თუ ის პოზიციას არ შეიცვლის, საპასუხო ზომებს ჩინეთიც მიიღებს. ცნობისთვის ჩინური კერძო ნავთობგადასამუშავებელი კომპანიები ირანულ ნავთობზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელს ხარდაჭერა სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების მმართველებმა, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა გამოუცხადეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ჯერომ პაუელის წინააღმდეგ შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დაწყებული გამოძიება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ფედის დამოუკიდებლობას და აჩენს მონეტარულ პოლიტიკაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენის რისკს, რაც მკვეთრად დააზიანებს შტატების მთავარი საფინანსო ინსტიტუტის რეპუტაციას და უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე. ისინი აღნიშნავენ, რომ პაუელი საკუთარ მოვალეობას ყოველთვის პირნათლად დასრულებდა და საკუთარი მანდატის ფარგლებში მთლიან ყურადღებას საჯარო ინტერესების დაცვაზე ამახვილებდა. ბოლო ერთი კვირა კოკა-კოლას ინვესტორებისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. 8 იანვრიდან დღემდე კომპანიის აქციების შეფასება თითქმის 4,5%-ით არის გაზრდილი, ხოლო წინა წელთან შედარებით მატების მაჩვენებელი 14%-ს აჭარბებს. აღმასვლის ფონზე კოკა-კოლას საბაზრო კაპიტალიზაცია $300 მილიარდ აჭარბებს და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. აქციების ზრდის განმაპირობებელ მიზეზს, რაც შეეხება, ის ორგვარია: ეკონომიკური და სოციალური. ეკონომიკური თვალსაზრისით ინვესტორები ამერიკის ინფლაციის და სამომხმარებლო ხარჯების სტატისტიკის საჯაროებას ელოდებიან, რაც სურსათის და სამომხმარებლო პროდუქტების გაყიდვების მაჩვენებელს საკმაოდ ზუსტად ასახავს. როგორც წესი, როცა ფედერალური სამსახური ასეთი სტატისტიკის გასაჯაროებას გეგმავს, ინვესტორები წინასწარ ყიდიანან ყიდულობენ სურსათის და ყოველდღიური მოხმარების სექტორში წარმოდგენილი კომპანიების აქციებს. ამ არგუმენტს განსაკუთრებით ამყარებს ის მოცემულობა, რომ ანალოგიურ პერიოდში საგრძნობლად არის გაზრდილი დივიდენდების გამცემი კომპანიების და სურსათის მწარმოებლების ETF-ების შეფასება. აგრეთვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ 10 თებერვალს კომპანიამ 2025 წლის მეოთხე კვარტალის ფინანსური შედეგები უნდა წარმოადგინოს, რომელთან მიმართებით ანალიტიკოსებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ და ზოგიერთი საინვესტიციო ბანკი კოკა-კოლას აქციების მკვეთრ ზრდასაც პროგნოზირებს. ავიაკომპანია Allegiant Air-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ $1.5 მილიარდ Sun Country Airlines შეისყიდიც, რაც ამერიკული დაბალბიუჯეტიანი ავიაციის სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგებაა. ეს სტრატეგიული ნაბიჯი მიზნად ისახავს ორი კომპანიის რესურსების გაერთიანებას, რაც ბოლო პერიოდის წამყვანი ტენდენციაა. შეთანხმების თანახმად Allegiant Air-ი მნიშვნელოვნად გააფართოებს მარშრუტების ქსელს და გააძლიერებს პოზიციებს ტურისტულ სეგმენტში, სადაც ამჟამად ორივე ავიაკომპანია აქტიურად ოპერირებს. ექსპერტების პროგნოზით აღნიშნული შერწყმა ოპერაციული ხარჯების ოპტიმიზაციას და მგზავრებისათვის უფრო მრავალფეროვანი მიმართულებების შეთავაზებას გამოიწვევს. განსაკუთრებით შუადასავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონებში გარიგება, რომელიც ნაღდი ფულით ფინანსდება, ამჟამად მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან დამტკიცების პროცესშია. თუ პროცესი წარმატებით დასრულდება, კომპანიები ერთიანი მენეჯმენტის დაქვემდებარებაში გადავლენ.